ძალიან დიდი მადლობა მამა ალექსანდრე, რომ იყავით ჩემი სტუმარი, ცოტა ესე დამშვიდდი და იმაში ჩამაყენეთ, რა ქვია, კალაპოტში ჩამაყენეთ, მაგრამ იმას მაინც ვიტყვი, რომ ჩემთვის ისევე როგორც ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს წერილი არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი, რაც პრიორიტეტებიც არ უნდა არსებობდეს დღეს საქართველოს სულიერ თუ ესე ვთქვათ ეროვნულ ცხოვრებაში რა. ხო და თქვენ სხვათაშორის მინდოდა მეკითხვა, თქვენ თუ იცით, თუ გინდათ არ გამწვთ ამაზე პასუხი, იმიტომ რომ შეიძლება რომ არ მოგინდეთ პასუხის გაცემა. თქვენ თუ იცით ასეთ ამ წერილის ისტორია როგორ დაიწერა ესა? კი, როგორ არის? აბა როგორ იყო მითხარით რა? რა ვახებთ დაზუსტებით ვერ გეტყვი, მაგრამ როგორც ვიცი, საღამოთი განმარტოვდა და თავის ხელით დაწერა. ანუ ეს იმ დროსაა დაწერილი, როცა უჭირდა წერა, ხო, ემჩნევა კიდევაც კალიგრაფიას, უწმინდეს ძალიან ლამაზი კალიგრაფია ქონდა, ის ლამაზად წერდა. ან უყვარდა ეს მხატვრული წერა და ეს თავის სახელსაც ილიას რო წერდა ულამაზესად. ხო და განმარტოვდა დაწერა და არ გააკეთა ისე რომ ამოებეჭდათ არ ამოაბეჭდინა და არ მოაწერა უბრალოდ ხელი. ხო ბრძანებაა, ჩვეულებრივ ბრძანებას ხელით არ წერს არასდროს. იქ მოიყვანს შორენას, დაწერენ, ამობეჭდავს და აწერს ხელს ამ ფაქტს მილიასადოს. არა, თავის ხელით დაწერა, მე სახალხალდეში ჩაადო, შეინახა და დილით დაცვას დააჭერია ხელში, არავინ არ იცოდა. დაცვას დააჭერია ხელში და უთხრა რომ შევალ. როცა გეტყვი, მაშინ მომეცი და იმათაც არ იცოდა რა იყო. მარტო თვითონ იცოდა. მარტო თვითონ აფკელა მნიშვნელობა. ხო და ავიდა ამბიონზე, გიორგობა იყო, იცი, შევიდა ხო, უწმინდეს როგორც მოსავენ მანტიით შემოსის, ავიდა და ლიტურგიის დაწყების წინ გამოაცხადა ეს თავის სიტყვა წაიკითხა, თვითონვე წაიკითხა. და ამას საერთოდ ბრძანებას კითხულობს ხოლმე წირვის შემდეგ. ესეა წესი, თვითონაც ესე აკეთებდა. რომ რაც არ უნდა ბრძანოს წირვა ჩავატარეთ და დავასრულეთ, აი ვაგვირგვინეთ, ან ვაჯილდოებთ, ან ნიშნავთ, ან რა, ნუ განკარგულებებს. და აქ ესე გააკეთა, რა ვიცი, შეიძლება და ფიქრობდა, რომ რაღაც არ მომივიდეს და ვერ მოასრო, თქმა არ ვიცი. ყველას გილოცავთ გიორგობას. ეს არის ისტორიული გიორგობა. წმინდა გიორგი მინება რომ ყავდეს მოსაყდრე. და ასეთი არის ლეუქეში როცა ამაღალ წოდებას და იმედი მაქვს რომ გამართლებს დაკისრებული საქმეს. ვაი, რა ავიდა ამბიონზე და უცებ და წაიშალა იქ ხალხი ვერ მიხვდა რა ხდებოდა. ყველა მნიშვნელობის დოკუმენტია. აი პროსტო გიждები რა. კარგით, დიდი მადლობა მამა ალექსანდრე, დიდი მადლობა თქვენ ყველას, დიდი მადლობა და ბოდის გიხდით თუ ვინმე ესე ვთქვათ არასწორო სიტუაციაში. აბა რა, აი გულით მოიხადე რა. ბოდის მოხდაზე უფრო გემრიელი არაფერი. ვაიგარი ვაშკაცობა პირველი, რა თქმა უნდა, თუ გონია რომ რაღაცაში გადაამეტე და ესე ვთქვათ. ყოველ შემთხვევაში მე ჩემ აზრს ვრჩები, რომ ეს არის ჩემთვის პრიორიტეტი. ეს რომელიც აქ ზურგს უკან მიკიდია და მეკიდება კიდევ ძალიან დიდი ხანი, სანამ სინოდის კრების შედეგები არ გამოცხადდება რა.